საღამო მშვიდობისა ბატონებო და მით უმეტეს ქალბატონებო, აი დადგა ნანატრი კვირა დღე კი რაორას ამბობენ ვისი დღეაო, რა თქმა უნდა ანეკდოტების შოუს დღე არის კვირა დღე, რა უნდა აკეთოს თუ არა ანეკდოტების შოუ და დღეს ხოთაშორის გადაცემაში ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს უსაინტერესოესი კუთხიდან. ეს კუთხე კი ვინ არის, რომელია, რა თქმა უნდა კახეთი და ჩვენი სტუმრები დღეს შოუში გახლავან კახეთის წარმომადგენლები, კერძოდ კი გურჯაანიდან, გურჯაანიდან ესენი არიან გიორგი ფეიქრიშვილი, ანუ იგივე დევი და ლუკა ღორთლიშვილი, იგივე ქოჩორიჩი. გიორგი ფეიქრიშვილი და ლუკა ღორთლიშვილი ნიჭიერი ქართველები არიან. თუმცა დღეს უნიჭო ქართველი სანთლით საძებარია. გიორგი და ლუკა გურჯაანელები არიან და თელავშიც არ მალავენ თავიანთ წარმოშობას. სიმღერების მოსმენა ორივეს უყვარს. ამიტომ ერთი რომღერის მეორე უსმენს და მეორე რომღერის პირველი უსმენს. ისინი ამბობენ, რომ კახეთის გული გურჯაანია. თუმცა კახეთის გული გურჯაანია თუ თელავი, ეს ჯერ გაერომაც ვერ გადაწყვიტა ზუსტად. მოკლედ დღეს კიდევ ერთი დერბი. ამჯერად გურჯაანული დერბი გელოდებათ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. თუ გინდათ, რომ დღესაც ტკბილად დაგეძინოთ, ნუ გადარდავთ სხვა არხზე. გამარჯობა, ივარგი, გამარჯობს ლუკა. როგორ ახართ გიორგი და ლუკა? აი, ფრუტუნებს ძველი ზილივით. როგორ გესიამოვნებათ გიორგი და ლუკა, თქვა თუ ლუკა და გიორგი? თუ ორივე ერთდროულად. შესაკრებთაგან გიორგ, თუ როგორ ითქვა გიორგ ლუკ. ნუ მაგა დავამუღავებთ. ფებრალი არ დაგვიძახოთ მარტო და არ აქვს მემწილობა. ანუ შენ ხარ ქოჩორიჩი, გეტყობა კიდევაც და შენ დევი. დამეთყობა მე დევობისა არ ვიცი. შენ თუ დევი ხარ, მაშინ ჩემზე ითქმის ბაყბაყ დევი. წესით, ხო? მაგრამ მე ბაყბაყ დევს არ მიძახიან, ბაყბაყ ჩაინიკას მეძახიან. რატომღაც, ხო? როგორ განწყობაზე ხართ, ჯერ ის მითხარი. იდეალურ განწყობაზე. რატომღაც მეგონა რომ შენ ლუკა შეიარაღებული თუ მოხვიდოდი. მე იარაღი სულ ყოველთვის თანდამ აქვს. თან ისიც ვიცი რომ შენი იარაღის ტარების უფლებაც გააქვს. რა თქმა უნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ის გაქვს, რა ქვია, საბუთი, რომ შეგიძლია იარო იარაღი, ხო? კი ბატონო. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. შორის ჩემ განსაკუთრებული იარაღი გამაჩნია, რომელშიც არც ერთი არანაირი ქარხნული ვაზნა არ მიდის, ეს ჩემი იარაღისთვის მზადდება მარტო ეს ვაზნები და მე თონვე ვამუშავებ. ძალიანაც კარგიანაცო, როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ. იჭიერია. კარგი, აბა კიდე რას გეტყვით? თქვენზე რა ახლა უფრო გაიგონ მაყურებლებმა, აბა ვინ არიან ეს ლამაზი, კარგი ახალგაზრდა ბიჭები? მოკლედ პატარა ხარ. პატარისა სიტყვაო პირველი და ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ გურჯაანში. ხა დედამიწა რო შეიქმნა, მაქედან ხო არ დავიწყებ თლათ, მაგრამ ბავშვობიდან მოვდივართ სიმღერით ანსამბლი გურჯაანის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანის მომღერლები გახლავართ. ხელმძღვანელი ილია დათვაშვილი მოვიკითხავ აქედან. შემდეგ ჩვენმა გიორგიმ განაგრძო უკვე თვითონ დაასახელებს და იტყვის უკვე რა სფეროში წავიდა და მე დღესაც მომღერალი გახლავართ უკვე დიდი თაობისა, მოქმედი მომღერალი ანსამბლი გურჯაანისა. ძალიან კარგი. ესე აშით დავაჯილდოვოთ შეიძლება. ძალიან კარგი, რომ გაგვაცანი ლუკა თქვენი ორეული შესანიშნავი. წინასწარ-გული მიგზნობს, რომ შესანიშნავი იუმორი გექნება დღეს ზოგადად მე პირადად გურული და კახური იუმორი ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ. ანუ ვერ გამაკვირვებს ვერავინ იუმორით, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ზოგადად ქართული იუმორი, მიყვარს ყველაფერი.
ხო და თქვენ არ გიკვირთ ახლა დღეს ორი ფილარმონია გურჯაანელი რო ხარ სტუმრად და არა ამ გადაცემის წამყვანი რო სინამდვილეში კახელია და ფანას თელაველი ოღონდ ის არის ფიქრობ ახლა რომ პატან თავი აგვარიდაო გურჯაანელებს არა გას ეგ არის ფიქრობ ხუმე რა თქმა უნდა თორე კარგი იქნებოდა სამი კახელი შოუში მაგრამ ახლა ძალიან ის გამოვიდა და მე გაწოდა ცოტა გაწონასწორება ხონდა იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის კარგი წეგან შენი იარაღი ვახსენეთ და სად არის აბა აი ეს არის ჩემი განსაკუთრებული იარაღი რომელზეც წეგან ვსაუბრობდი ხო აი რაღაცზე გეუბნებოდი ხო გაქვს მაგისტარების უფლება კი რა თქმა უნდა ანუ ვერ გაგაჩერებს ქუჩაში ვერავინ და ვერავინ ვერ მეკარება მაშინ სანამ თამაშზე გადავიდოდეთ უშუალოდ მეც ახლა მაინც იმერულად ხო ვიცი რომ იმღერებ მაგრამ მაინც კითხავ მაინც ხო არ გიმღერებ რამეს სანამ რომ მაყურებელიც განწყობაზე იყოს მეც განწყობაზე მომიყვანო და რამე შეგვისრულე აქვე შენი იარაღით რა კი იარაღით თან დავდივარ თან ვისვრი ხოლმე რა და ოდნავ ერთი გავისვრი მაშინ და ხლა ეგრე არ გაისრულო რომ ჩემ მოსაყოლით შენ მოგიწევი მოყოლა აი თავი არ არის დე მარტო გააგენაცვალეთ კარგი